გამორჩებათ. დღეს მინდა ვისაუბროთ მცენარეების ხელოვნურ განათებაზე და ხელოვნური გამონათებლის საკუთარი ხელით დამზადებაზე. რა თქმა უნდა, არსებობს ქარხნული გამონათებლები და ეს ქარხნული გამონათებლები ყოველთვის კარგ შედეგამდე მიგვიყვანს მცენარეების გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს ქარხნული გამონათებლები არ არის ყველაზე უფრო ეკონომიური ელექტროენერგიის თვალსაზრისით. დაახლოებით 20-40% ელექტროენერგიის ეკონომიის გაკეთება შეიძლება თუ გამონათებელს საკუთარი ხელით გავაკეთებთ. ეს ვიდეო არის მათთვის, ვინც ელექტროობა და ელექტრონიკა რაღაც გარკვეულ დონეზე იცის, ეს არანაირად არ არის ლექცია. მათთვის, ვინც ელექტროობაში ვერ ერკვევა, ამიტომ ვინც ელექტროობა არ იცის და გამონათებლის გაკეთება კი უნდა, აჩვენეთ ეს თქვენს ნაცნობ ელექტრონშიკს, ვინც გამონათებელს გაგიკეთებთ. აქ მოყვანილია უბრალოდ ნიუანსები, რომლებიც ხელოვნური გამონათებლისათვის, მცენარეების ხელოვნური გამონათებლისათვის უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ მან საუკეთესო შედეგები დადოს ეკონომიურობის თვალსაზრისით. აი ასეთი LED მატრიცები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ელექტრული სქემა და პირდაპირ ირთვებიან 220 ვოლტში, შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ თქვენ გინდათ გამონათებლის ძალიან სწრაფად გაკეთება და თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ელექტროენერგიის ხარჯს, იმიტომ რომ აქ თქვენ ელექტროენერგიის ხარჯს ვერ გააკონტროლებთ, უпростоრად გააკონტროლებთ, მაგრამ ვერ შეამცირებთ იმაზე მეტად, რასაც ესენი დახარჯავენ, არადა დახარჯავენ საკმაოდ ბევრს. ეხლა რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს გამონათებელი გათვლილია იმაზე, რომ მას გავუკეთებთ საკმაოდ სერიოზულ რადიატორს და დავუყენებთ ვენტილატორსაც, ანუ კულერს დააყენებთ თავის ალუმინის რადიატორით და ვენტილატორით. პრინციპში პროცესორის სადღაც $20 კულერი ამას სრულიად ეყოფა. ფაქტიურად გამოკრილებელი ამისი ბევრად უფრო ძვირიჭდება ვიდრე თავად ეს ჩიპი. ეს ჩიპი, რასაც თქვენ ამ წუთში ხედავთ, ეს არის 50 ვატიანი, არსებობს უფრო დაბალი სიმძლავრის, არსებობს უფრო მაღალი სიმძლავრისაც. ტიპიკურად 50 ვატიანები გამოიყენება. ეხლა კიდევ რა მინუსი აქვს? რაც არ უნდა კარგი კულერი დააყენოთ, ეს LED მატრიცა 55 გრადუსზე მეტად ხურდება. ანუ კორპუსის ტემპერატურა არის საკმაოდ მაღალი და ამ დროს ძალიან დიდი არის სითბური დანაკარგები, მცირდება სინათლის გამოსხივება. თქვენ რომ დადოთ ამის ქვეშ ლუქსმეტრი და უყუროთ, დაინახავთ, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიდრე აქ ტემპერატურა არ დასტაბილდება, საწყის მომენტში რაც არის გამოსხივება, თქვათ სადღაც 9 საათის შემდეგ ბევრად უფრო მცირე იქნება მისგან სინათლის ნაკადი. არადა პარამეტრებს, რასაც უწერენ, ეს არის პარამეტრი ჩართვის მომენტში, სანამ ის ჯერ კიდევ ცივია. ის ძალიან ჩქარა თბება და რომ თბება, მისი გამოსხივება მცირდება. მაგრამ თუ თქვენთვის ეს არ ახდენს რაიმე სერიოზულ გავლენას, ჯერ ერთი ეს რასაც აქ ხედავთ 50 ვატი რომ უწერია, თქვენ უნდა ჩათვალოთ, თითქოს 35 ვატი აქვს სიმძლავრე. დენს კი 50 ვატს მოიხმარს, მაგრამ გამოსხივებელი იქცევა როგორც 35 ვატიანი გამოსხივებელი. ამიტომ ეს არის გამონათებლის გაკეთების სწრაფი, ქარხნულზე უფრო იაფი, მაგრამ საკმაოდ არაეკონომიური ვერსია ელექტროენერგიის თვალსაზრისით. არადა ხელოვნური განათების გამოყენება გვჭირდება ზამთრის თვეებში ან ადრე გაზაფხულზე, როცა უნდა გავზარდოთ ან ბოსტნეული კულტურები პირდაპირ სათბურში, ან ჩითილები
და თუ ამ ყველაფერს აქვს სამრეწველო მასშტაბი და თქვენ გინდათ რომ ფინანსური მოგება მიიღოთ, ამ თქვენ ფინანსურ მოგებას შთანთქავს ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიები. ამიტომ ეს არ უნდა გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში. მე გირჩევთ აი ასეთი LED ჩიპების გამოყენებას. ჯერ ერთი ეს არის საკუთარ რადიატორზე 1 ვატის სიმძლავრის LED ჩიპები, რომლებიც ღირს საკმაოდ იაფი, ამის ღირებულება თითოეულის აქ 2 ცალია. სადღაც 10 ცენტის ფარგლებშია. სერიოზული კარგი გამანათებლისათვის შეიძლება რამდენიმე ათეული დაგჭირდეს ან მთელი 100-იც კი. ისინი უნდა გარკვეული სქემით გადავობათ, ახლა კონკრეტულ შემთხვევაში ეს ელექტრონშიკმა უნდა მოიფიქროს, შემდეგ მათი სპექტრალური შემადგენლობაც ასევე გასააზრებელია, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში სიმძლავრის პარამეტრებზე მაქვს საუბარი. ახლა დააკვირდით ჯერ აი ამ გრაფიკს, უყურეთ. ეს ხელი დავხაზე, იმიტომ რომ პირდაპირ ვერ მივაგენი ასეთ მას. წარმოებლები მთლიანად წერფივს ხაზავენ ამ გრაფიკს, არა და მთლიანად წერფივის დახაზვა, რაც დატაშიტებში წერია, ეს არის ტყუილი, თან მამალი ტყუილი. ამიტომ აი რეალობას შევხედოთ რა ხდება. დაახლოებით 1 ვატიანი ჩიპებისათვის შენ ხარ ჩემი ბატონი, დასაწყისში, როდესაც იზრდება დენის ძალა, სინათლის ნაკადიც იზრდება წრფივად. აი ამ წრფივ უბანში ყველაზე მაქსიმალურად ეფექტური აქვს გამოსხივება და ყველაზე დიდია მარგი ქმედების კოეფიციენტი. ეს წრფივი უბანი არის ყველაზე უფრო ეკონომიური უბანი და ეს უბანი, ვთქვათ, 1 ვატიანი ჩიპებისათვის სადღაც მაქსიმუმ 250 მAh-მდე გრძელდება. ახლა ნომინალური დენი როგორც წესი აი ესეთ ჩიპებს უწერიათ პასპორტში 350 მAh, რაც სწორი არ არის. 350 მAh-ზე უკვე ისეთი წრფივი დამოკიდებულება აღარ არის. ხო, დააკვირდით გრაფიკს, ესე იგი შემდეგ გრაფიკი იხრება და სადღაც 500 მAh-ზე, 500 მAh თუ გაატარეთ ამ მანათობელ დიოდში, შეიძლება გადაიწვას. ყოველ შემთხვევაში აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე და 350 მAh ეს არის ეგრეთ წოდებული ნომინალური დენი, რაც უწერია პასპორტებში და რომელზედაც ეს LED ჩიპი მუშაობს ხანგრძლივად. ახლა ასეთი რამ. ამ ჩიპის სიაფის გამო ბევრად უფრო უკეთესია თუ ავიღებთ და მას ვამუშავებთ წრფივ დიაპაზონში და გამოვიყენებთ იგივე სინათლის ნაკადის შესაქმნელად უფრო მეტ ჩიპებს. არსებობს აი ასეთი დენის წყაროები, ახლა მე ამ დენის წყაროს დაგანახებთ. ეს არის ეგრეთ წოდებული მუდმივი დენის ძალის წყარო. შეხედეთ, მას უწერია, რომ ეს დენის წყარო გამოსავალზე მოგცემს 300 მAh პლუს მინუს 5%. თქვათ, ასეთი ჩიპებისათვის ეს არის იდეალური დენის წყარო. თითქოს და დენის ძალა არის 24-დან 42 ვოლტამდე. ახლა იმის გამო, რომ აი ამ ჩიპზე თითოეულ ამათზე ძაბვის ვარდნა არის სადღაც 3 ვოლტი, ხო? 3 ვოლტიდან 3.3 ვოლტამდე ეს ნიშნავს აი 24-დან 42-მდე რახან აქვს ძაბვა, არა? ამას შეუძლია 300 მAh დენი გაატაროს 8-დან 14-მდე აი ასეთ ჩიპში მიმდევრობით გადამულში. ახლა ვინც ელექტროობა იცის, მიხვდება რაზე ვსაუბრობ. ანუ ამის გამოსავალზე აი აქ, ხო, შეიძლება ჩაირთოს 8-დან 14-მდე აი ასეთი მანათობელი დიოდი. არ აქვს მნიშვნელობა ეს 8 იქნება თუ 14, თითოეულ მათგანში გაივლის 300 მAh დენი.
აი 300 მილიამპერი დენის გატარებას მე ამაში არ გირჩევთ. კი ესენი იმუშავებს დიდხანს, მაგრამ ჯერ ერთი გაგრილება საკმაოდ რთული იქნება მათი, იმიტომ რომ საკმაოდ მათთვის საკმაოდ მაღალ დენზე მუშაობენ. და გარდა ამისა ეს არ იქნება ყველაზე უფრო ეკონომიური რეჟიმი. უმჯობესია თუ აი ამ დენის წყაროს იქით შეხედეთ. რადგან 24-დან 42-მდეა, მე ავირჩევდი ანუ 8-დან 14-მდე ჩიპის ჩართვა შეიძლება. მე ავირჩევდი რიცხვს მიახლოებულს დაბალთან, სადღაც 10 ლედს. და აი 10 ლედს ჩავრთავდი ერთმანეთის პარალელურად. ეხლა რა მოხდება? უყურეთ. აი ამ შემთხვევაში თითოეულ აი ამ ჩიპში გაივლის 150 მილიამპერი. 300 გაიყოფა 2-ზე, რადგან დაპარალელებულია 10-ად და ნაცვლად 10 ჩიპისა გამოყენებული იქნება 20 ჩიპი. ეს რა თქმა უნდა გაზრდის ღირებულებას სანათის, მაგრამ მოხდება რა? ჯერ ერთი რომ თითოეულ ჩიპში რადგან შემცირდება დენის ზალა, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ აი ამ ჩიპში 4-ჯერ შემცირდება გამოყოფილი სითბური სიმძლავრე. მათი ესე იგი გაგრილება იქნება ბევრად უფრო იაფი. რომ აიღოთ რაღაცა ალუმინის პროფილი ავეჯის მაღაზიიდან, ბრტყელი ალუმინის პროფილი, რომელზედაც ესენი შეიძლება თერმოწებოთი დაამაგროთ, ისიც მშვენივრად გააგრილებს აი ამ LED ჩიპებს და სპეციალიზებული რადიატორების გამოყენება და გამოგონება აღარ მოგვიწევს. ეს ერთი. და საბოლოო ჯამში ნაკლები დენის ზალით მივიღებთ უფრო მეტ სინათლის ნაკადს, ვიდრე მივიღებდით თითოეულში რომ ვთქვათ გაგვეტარებინა 300 მილიამპერი ან 350 მილიამპერი და მიგვიღო თითოეულიდან მაქსიმუმი გამოსხივების. ეხლა მაქსიმალური გამოსხივება 1-დან აღარ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ გაგრილებას ადვილდება და გაგრილება რო ადვილდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სანათი სერიოზულად გაიაფდება და შეიძლება ჩიპების დამატებითი ჩიპების ღირებულებას გადააჭარბოს კიდევაც იმ ეკონომიამ და რაც შეეხება ასე ვთქვათ ელექტროენერგიის ეკონომიას, ვთქვათ, აი ერთსა და იგივე სინათლის ნაკადზე, ასე მივიღებთ ერთსა და იგივე სინათლის ნაკადს ასე მივიღებთ ნაკლები დენის ზალის ხარჯით. აი ეს იყო სულ ეს ნიუანსები, რაც მინდა რომ გაითვალისწინოს ხელოვნური გამონათებლის გაკეთების მსურველმა და სულ ეს იყო ნახვამდის მომავალ შეხვედრამ.